აბა ფირო იმერეთში იშვიათადაა სუფრა, მაგრამ რაღაცა გეცოდინებათ. სადიციან იმერეთში კეიფი. მოკლედ თამადა როგორც ასეთ წინასწარ ხომ უნდა შევიდეს და ეს სუფრის თამადაზეა. სუფრის თამადაზე ჩვენ ქართული სუფრის თამადაზეა საუბარი. წინასწარ უნდა შევიდეს ნახოს თავის ადგილი რაღაც მდებარეობა სად უნდა დაждდეს, საიდან უნდა მიმართოს ხალხს ეს ყველაფერი და შედის დიდ დარბაზში და ხედავს მუსიკოსები აწყობენ ინსტრუმენტებს, ზოგი მიკროფონს აყენებს, ზოგი რაღაცა იქ კომპიუტერს შლის და ამას გაახსენდა თამადას და თავიდანვე მივიდა და ბიჭებს თხოვა რომ აიო გენაცვალო ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოიღო 10-მანეთიანი თუ რა მნიშვნელობა აქვს აჩუქა კაიხნის ამბავს ყვები რადგან 10-მანეთი საადრინდელი ამბავ თუმნიანი აჩუქა და თქვენ გენაცვალოთ მე არ მეცლებაო ახლა ამისთვის რომ მოვიდე მეო სუფრა მაქვს წასაყვანი მეფედედო ფალი რამე და წინასწარო გიტოვებთ ამ თუმნიანს გენაცვალო და მეო თამადის საპატივცემლოდ რამეო ესეთი კარგი ლამაზი გემრიელი სიმღერა ქართული მომიძღერითო და მოკლედ დაიწყო პროცესი ვისია ხალი შემოიყონეს წავიდა კეიფი იმღერეს სიმღერები თამადამ ადგილზელა მეფეს პატარდალის ძალიან კარგად შეზარხოშდნენ უკვე და თამადა უკვე სერიოზულად კარგი მთვრალია და უკვე დამთავრდა რა სუფრა ჩათვალე ამა დავიწყოთ ეს სიმღერა რომ იმღერო და თამადა მიდის ახლა უკვე კარგად ბარბაცობს და მივიდა უკვე მუსიკოსებამდე აუ ბიჭო ამან ერთმა დაინახა და ბიჭო ამის სიმღერა დაგვავისწა ბიჭო კაცმა თავიდან ფული გადაგვიხადაო და რა უკნად შევწყვით ხალხიო ახლავე გენაცვალი ავაწყობ არაო თამადამ არა გენაცვალი მაგის გულის არ მოსულა არ მეკო რამეო აკაკის პაემიდან თუ რამე იცითო და კი ბატონო როგორ არა გამზდელი ხო და მაგათრაში გამზდელი სუღელა